საქართველოს მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების ბიზნესის გაფართოებისთვის. ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა. ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა 4-ში. კონფერენციაზე ასევე სიტყვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საფინანსო კომპანიის JP Morgan-ის მმართველი დირექტორი გამოვიდნენ. უფრო მეც შალვა სუმბაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. შალვა, გისმენთ. 400-მდე რეპუტაბელური ორგანიზაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო კომპანიები, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი საკმაოდ წარმომადგენლობითია კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც საქართველოს უკვე მეორედ მასპინძლობს და ამ ღონისძიებაზე ყურადღება მახვილდება იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რაც კაპიტალის ბაზრის განსავითარებლად არის, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი. დღევანდელი ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოს წარმოადგენს ერთგვარად მთავარ გოლს შუა დერეფნის მიმართულებით, მხოლოდ ფიზიკური დაკავშირებადობა საკმარისი არ არის და ამას ფეხს უნდა უწყობდეს განვითარებული საფინანსო ბაზარიც, რასაც წარმატებით უმკლავდება საქართველოს. მან აღნიშნა ყველა იმ მნიშვნელოვან მიღწევაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ამ მიმართულებით. თავის მხრივ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა დღევანდელ კონფერენციაზე და მანაც ყურადღება გაამახვილა იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო 10 წლების განმავლობაში ქვეყანას გააჩნია. ყურადღება გამახვილდა მათ შორის რეკორდულ სავალუტო რეზერვებზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს ეროვნულ ბანკს. ეს როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ფინანსური ბაზრის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ბუნებრივია ყურადღება გამახვილდა სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზეც, მათ შორის ითქვა, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ მიმართულების განვითარება. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არის პატარა ქვეყანა, მცირე ფინანსური ბაზრით, ბოლო წლებში მიღწეული შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში მიწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე. ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და მის ფარგლებსაც ცდება. ამ როლის ხელშეწყობა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობას, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარებასაც. საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. ამავდროულად კაპიტალის ბაზარი მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. 10 წლის წინ მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტიური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც. ეს ნდობა მკაფიოდ წარმოჩნდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით 5.5-ჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ უაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად მდგრადობა შეინარჩუნა. ზრდა ძლიერი, ინფლაცია კი კვლავ მართვადი იყო და შენარჩუნდა საერთო მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
ამასთან მიმდინარე წლის თებერვალში საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ორი უმსხვილესი ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს სექტორის ძლიერ მაჩვენებლებს. ამავდროულად საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით, არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ვაგრძელებთ დამაიმედებელი ტენდენციების ხილვას ბაზრის ხარისხის კუთხითაც. ადგილობრივი კორპორაციული ემისიების მნიშვნელოვანი წილი მოდის საკრედიტო რეიტინგის მქონე ემიტენტებზე, რაც ინვესტორთა მხრიდან გამჭვირვალობასა და რისკების შეფასებაზე გაზრდილ მოთხოვნას ასახავს. რა თქმა უნდა, რეალისტებიც უნდა ვიყოთ. კაპიტალის ბაზრები ერთ ღამეში არ ვითარდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკის პერსპექტივიდან ჩვენი როლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბაზრის განვითარება ჯანსაღ და სანდო საფუძველზე წარიმართოს. ევრობონდების წარმატებული ემისიის დროს ინვესტორთა მოთხოვნამ შეთავაზებულ თანხას 5.5-ჯერ გადააჭარბა. გარდა ამისა, ამ ღონისძიებაზე არაერთი წამყვანი საინვესტიციო ფონდის დასწრება, ისევე როგორც უახლოეს დღეებში დაგეგმილი შეხვედრების სერია, ნათლად უსვამს ხაზს ინვესტორთა ძლიერ და მზარდ ინტერესს საქართველოს ბაზრის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და დაგვეხმარება ბაზრის პოტენციალის ათვისებაში. ძალიან კარგი გამოცდილება იყო. რამდენიმე წლის წინ ეს ღონისძიება ძალიან წარმატებული გამოვიდა. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტი მოიზიდა. როგორც ჩანს, წელს ეს კიდევ უფრო დიდი იქნება და კიდევ უფრო მეტი კომპანია, ინვესტორი და კლიენტი ჩაერთვება. ეს ნიშნავს, რომ სოფლიოსთვის აქ დიდი პოტენციალი არსებობს. ეკონომიკის ზომის მიუხედავად, საქართველოს საკმაოდ აქტიურად გამოდის საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე. 2007 წლიდან უკვე 10 ქართულმა ორგანიზაციამ მოიზიდა ფული საერთაშორისო ბაზრებიდან, რაც ნიშნავს, რომ ამ მხრივ ქვეყანას გამოცდილება აქვს. ბოლო წლებში უკვე 30-მდე ასეთი გარიგება განხორციელდა, რაც პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამ პროცესში მონაწილეობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიები. მთავარი სირთულე არის ბიზნესების მცირე ზომა. ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ პატარაა, ამიტომ რთულია დიდი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა და აქტიური ბაზრის შექმნა. ამიტომ საჭიროა, რომ კომპანიები გაიზარდონ და დროთა განმავლობაში შეძლონ უფრო დიდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია დაახლოებით 3 საათის წინ გაიხსნა. ოფიციალური გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქმე ეხება უკვე მსჯელობას, პანელურ დისკუსიას, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, როგორც გამოწვევები და არსებული პრობლემები, ასევე ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ასევე განხილული იქნება მსოფლიოში არსებული ტენდენციები კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.